მოგესალმები. დღეს ცოტა განსხვავებული რამ გვაქვს შენთვის. კი ბატონო. სტეინბეკის მრისხანების მტევნების ნაწყვეტები. ოღონდ იცი, მთელ რომანს კი არ მოუყვებით თავიდან ბოლომდე. არა, ეგ ჩვენი სტილი არ არის. ზუსტად. ამის მაგივრად, იმ კონკრეტულ ფრაგმენტებში ჩავიხედებით ღრმად, რომლებიც შენ შეარჩიე. ეს ხომ ამბავია 1920-იანი წლების ამერიკაზე, დიდ დეპრესიაზე, მტვრის ქარიშხლების იმ საშინელ ეპოქაზე. და მიგრანტ ფერმერებზე ხო, ეგრეთ წოდებულ ოუკებზე. ეს ტერმინიც როგორი დამამცირებელი იყო კალიფორნიაში. საშინლად დამამცირებელი. და მათ წარმოუდგენლად მძიმე ხვედრზე ვსაუბრობთ. ხო, და ჩვენი მიზანია ამ ტექსტებიდან გამოვწუროთ ის მთავარი, რისი თქმაც სტეინბეკს უნდოდა. ანუ როგორ გვიჩვენებს ის სოციალურ უსამართლობას, არა რაღაც ზოგადად, არამედ კონკრეტული ადამიანების ბედის მაგალითზე. კი, როგორი ბრძვიან გადარჩენისთვის. და რაც მთავარია, იცი? როგორ ინარჩუნებენ იმედს მაშინ, როცა თითქოს, ყველაფერი დაკარგულია. ჩვენ ვეცდებით დაგანახოთ ის დეტალები, ის სიმბოლოები, რომლებიც ამ ისტორიას, ასე ძლიერს და დაუვიწყარს ხდის. აბა, მზად ხარ? შეგვიძლია დავიწყოთ. დავიწყოთ. პირველივე თემა, რომელიც ამ ნაწყვეტებში იკვეთება, ეს არის გარემო. ბუნების სისასტიკე და ბრძოლა გადარჩენისთვის. პირველივე გვერდებიდან, ფიზიკურად გრძნობ ამ მტვერს. გახსოვს ის აღწერა. როგორ არ მახსოვს? გარიჟრაჟი მოვიდა, მაგრამ არა დღე. ნაცრისფერცაზე წითელი მზე გამოჩნდა. მკრთალი წითელი წრე. მკრთალი წითელი. მტვერი კი ისეთ ხლად მოდიოდა, რომ ჰაერში არ ჩანდა და მტვერივით ეფინებოდა სკამებსა და მაგიდებს, თეფშებს. ეს არ არის პროსტა ცუდი ამინდი, ხო? არა, რა თქმა უნდა, ეს კატასტროფაა. ყოვლის მომცველი კატასტროფა მტვერი ყველგან აღწევს, სახლებში, ფილტვებში, მთელ ცხოვრებაში. და ეს მტვერი, ხო ხდები, ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ბუნებრივი მოვლენა. სტეინბეკისთვის ეს არის იმ ეკონომიკური და სოციალური ქარიშხლის მეტაფორა, რომელიც ადამიანებს მიწას აცლის. კი ბატონო. და ამ ქარიშხალს კონკრეტული იარაღიც აქვს, ტრაქტორი. ნახე როგორ აღწერს მას. როცა ტრაქტორის ძრავა ჩერდება, ის ისეთივე მკვდარია, როგორც მადანი, საიდანაც მოვიდა. საოცრება ქრება მიწიდან და მისი დამუშავებიდან. ანუ ეს არ არის უბრალოდ ტექნიკა. ეს არის რაღაც უპიროვნო, ცივი ძალა, რომელიც ანგრევს იმ სასიცოცხლო კავშირს, რაც ფერმერს თავის მიწასთან ჰქონდა. სწორედ ამ კავშირზე ლაპარაკობენ ფერმერები, როცა ცდილობენ ახსნან, რატომ არ შეუძლიათ წასვლა. პაპა აიღო ეს მიწა. მამა აქ დაიბადა, ჩვენ აქ დავიბადეთ. კი. ბანკი ფლობდა მიწას, მაგრამ ჩვენ ვრჩებოდით და ვიღებდით იმის მცირე ნაწილს, რაც მოგვყავდა. ეს ხომ მათი ფესვებია, მათი იდენტობაა. ნამდვილად. მაგრამ სისტემას ეს არ აინტერესებს. და ყველაზე ცინიკური რა არის, ვინ მართავს იმ ტრაქტორს, რომელიც მათ სახლებს ანგრევს? ეგ არის ყველაზე მზაფრი. მათივე მეზობელი, ჯორ დევისის ბიჭი. და ისიც კი რაღაცნაირად თავისებურად მსხვერპლია. მისი არგუმენტი რა არის? $3 დღეში. ჩემ შვილებზე უნდა ვიფიქრო. კი. ეს არის სისტემის მონსტრის, როგორც სტეინბეკი უწოდებს. მთელი ტრაგედია, მონსტრი კაცი კი არაა, მაგრამ მას შეუძლია აიძულოს ხალხი გააკეთონ ის, რაც მას სურს. ხომ ხვდები? გასაგებია. თავად ტრაქტორის მძღოლიც კი ამ უპიროვნო მექანიზმის ჭანჭიკია. იძულებულია გააკეთოს ის, რაც მის ადამიანურ ბუნებას ალბათ ეწინააღმდეგება. მაგრამ მაინც როგორ უნდა გაუგო იმას, ვინც შენ სახლს გინგრევს, თუნდაც იძულებული იყოს. ეს მორალური დილემა მე მგონი ყველაზე მზაფრედ ჩანს იმ კითხვაში, რომელსაც ფერმერები სვამენ. ვის ვესროლოთ, ხო? იქნებ არავინა, ვისაც უნდა ვესროლოთ. როცა მტერი კონკრეტული ადამიანი არაა, არამედ რაღაც აბსტრაქტული ბანკი ან სატუთრება. ბრაზი უმისამართო ხდება. ეს უძლურების განცდაა. სწორედ ეს უძლურება აიძულებს მათ, რომ დატოვონ ყველაფერი და გაუდგნენ გზას კალიფორნიისკენ, იმედის მიწისკენ, როგორც გონიათ. მაგრამ ჯერ ძველი ცხოვრების ნარჩენები უნდა გაყიდონ. გახსოვს ის სცენა, გულის გამაწრულებელი სცენა, ნივთების აუქციონი. მახსოვს, როგორ არ მახსოვს. ფერმერი მყიდველს ეუბნება. 50 ცენტი არ გმარა კარგი გუთნისთვის. თქვენ ყიდულობთ ჯარც, დანგრეულ ცხოვრებას. კი. და მეცსაც ნახავთ სიმწარეს ყიდულობთ.
ვაუ, აი, რა ძლიერი სიტყვებია. ეს ხო არ არის უბრალოდ გარიგება. არა, რა თქმა უნდა. ეს არის ღირსების აყრა, წარსულის განადგურება, მოკლედ გროშების ფასად. და ეს სიმწარე, რომელსაც ისინი ყიდიან, მერე თან მიხვებად გზაზე. კალიფორნიისკენ მიმავალი გზა 66, რომელიც ხანდახან რომანტიზებულია, აქ, სრული კოშმარია. აბსოლუტურად. მანქანები სულ ფუჭდება, ფული წყალივით ილევა და თაღლითები ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან. გახსოვს ის ეპიზოდი გაფუჭებულ საბურავთან. კი. გინდა $4 გამოგვართვა გაფუჭებულ საბურავში. ამას ეძახიან საღ ბიზნესს. თითქოს, სამყარო მათ წინააღმდეგაა მომართული. და აი სწორედ ამ მტრულ გარემოში პატარა ადამიანური ჟესტები იძენს უდიდეს მნიშვნელობას. აი მაგალითად, ტომ ჯოუდის პირველი შეხვედრა სატვირთოს მძღოლთან. საინტერესო მომენტია. მძღოლს აშკარად აქვს სტიკერი, მგზავრები არ აყვავს, მაგრამ ის მაინც აიყვანს ტომს. რატომ? როგორც ტომი ამბობს, ხანდახან ბიჭი კარგი ბიჭი იქნება, თუნდაც ვიღაც მდიდარმა ნაბიჯვარმა აიძულოს სტიკერის ტარება. აი ეს მართლა საინტერესოა. თითქოს სისტემის წესების მიუხედავად ადამიანში მაინც რჩება ეს სურვილი, რომ იყოს კარგი ბიჭი, გააკეთოს სწორი საქციელი. პატარა ამბოხია ეს წესების წინააღმდეგ. და ეს წვრილმანი სიკეთეები, სისტემის წინააღმდეგ მიმართული, თითქოს სტეინბეკის ერთ-ერთი მთავარი იმედის წყაროა ამ სიბნელეში. ეს კარგად ჩანს იმაშიც, თუ როგორ ყალიბდება გზაში განსაკუთრებული ურთიერთობები. აი ღამით, როცა 20 ოჯახი ერთად ჩერდება გზის პირას. კი, ისინი დროებით ერთ დიდ ოჯახად იქცევიან. სტეინბეკი წერს. კაცი, რომელსაც აჭვიმელი ჰქონდა, აჭმევდა მშიერს და ამით თავს იზღვევაში მშილისგენ. ეს არ არის რაღაც ქველმოქმედება, ხო? არა, ეს არის კოლექტიური გადარჩენის ინსტინქტი. ურთიერთდახმარების რაღაც კოდექსი, რომელიც თითქოს ცივილიზებულ საზოგადოებას დავიწყებული აქვს. ზუსტად, ურთიერთდახმარების კოდექსი, მაგრამ გზა მაინც ტრაგედიებითაა სავსე. ამ ერთიანობის ფონზე გრემპას სიკვდილი განსაკუთრებით მძაფრად აღიქმება. ძალიან ძიმე სცენაა. ოჯახს არ აქვს საშუალება, რომ ის წესიერად დაგრძალოს, უცხო მიწაზე გზის პირას მარხავენ და საფლავზე ტოვებენ იმ ბოთლში ჩაწერილ წერილს. ეს არის უილიამ ჯეიმს ჯოუდი, გარდაიცვალა ინსულტით, ძალიან მოხუცი კაცი. მისმა ხალხმა დამარხა, რადგან დაკრძალვის ფული არ ჰქონდათ. არავის მოუკლავს, უბრალოდ ინსულტი და გარდაიცვალა. ეს სულის შემძვრელია მცდელობა, რომ შეინარჩუნონ ღირსება, მაშინ როცა სისტემა მათ ამის საშუალებას არ აძლევს. და გრენმას სიკვდილი. ეგ ხომ კიდევ უფრო მძიმეა. მა ჯოუდი, დედა, იძულებულია დამალოს მისი სიკვდილი, სანდამ კალიფორნიის საზღვარს არ გადაკვეთენ. წარმოგიდგენია, რა სიმტკიცე სჭირდება მაგას. წარმოუდგენელია. რომ მიცვალებულ დედამთილს გვერდით უზიხარ სატვირთოში და ისე იქცევი თითქოს ძინავს, იმისთვის რომ ინსპექტორებმა ეჭვი არ აიღონ და ოჯახი უკან არ გააბრუნონ. ეს გვიჩვენებს, რა უკიდურესობამდე მიიყავს სისტემა ადამიანებს. სწორედ აქ შემოდის ადამიანური ურთიერთობების ღირსების და შინაგანი ტრანსფორმაციის თემები. ამ მხრივ ჯიმ კეისი, ყოფილი მქადაგებელი, მე მგონი საკვანძო ფიგურაა. ნამდვილად. ის რწმენის კრიზისშია, ხო, დაკარგა ძველი ორიენტირები, მაგრამ პოულობს ახალს. ადამიანების სიყვარულში და მათთან ერთობაში ეუნება ტომს, წავედი უდაბნოში ჩემი სულის საფოვნელად და აღმოვაჩინე, რომ არ მქონდა სული, რომელიც ჩემი იყო. კი. აღმოვაჩინე, რომ უბრალოდ დიდი სულის პატარა ნაწილი მქონდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სტეინბეკი აქ კეისის პირით გვთავაზობს სულიერების ახალ ფორმას, არა რაღაც ტრანსცენდენტულს, არამედ მიწიერს, რომელიც დაფუძნებულია ადამიანურ სოლიდარობაზე, საერთო ბრძოლაზე. ხო. კეისი ხვდება, რომ მისი სული განუყოფელია სხვა ადამიანების სულებისგან. ის ხდება ამ დიდი სულის ხმა, ჯოუდების და სხვა მიგრანტების მორალური კომპასი, რაღაცნაირად. კი ბატონო. და მისი თავგანწირვა, როცა ტომის მაგივრად იბრალებს დანაშაულს, ამ ფილოსოფიის ლოგიკური დასასრულია ფაქტობრივად და მისი ბოლო სიტყვები ტომთან, როცა ის უკვე შრომითი მოძრაობის ორგანიზებას ცდილობს და იცის, რომ საფრთხეშია, უთხარი მათ, რომ ხალხისთვის იბრძვი. ეს თითქოს ანდერძია, ხო, რომელიც განსაზღვრავს ტომის მომავალ გზას. ნამდვილად. და ამ გზაზე ოჯახის ბურჯი, რა თქმა უნდა, მა ჯოუდია.
ის არის სიმბოლო სიმტკიცის, იმედის და ოჯახის ერთიანობის. ნამდვილად. ის არის ცენტრი, რომელიც ყველაფერს კრავს. მახსოვს ის წარმოუდგენელი სცენა გუვერვილში, იმ საშინელ მიგრანტთა ბანაკში. საჭმელი თითქმის არა აქვთ, ქვაბში ცოტაოდენი წვნიანია. კი, და ირგვლივ უცხომშიერი ბავშვები იკრიბებიან. როუზა შარნი, მისი ფეხმძიმე ქალიშვილი, ღიზიანდება, მაგრამ მა ამბობს, არ შემიძლია გავაგდო ისენი. ქვაბს გარეთ დავდგამ და ყველას ცოტ-ცოტა შეგხვდებათ. აი ეს. ეს არის აბსოლუტური ხუმანურობა. თარნაგრძნობა მაშინაც კი, როცა შენ თვითონ არაფერი გაგაჩნია. მისი ფილოსოფიაც საოცრად ღრმაა. ის ხსნის განსხვავებას მამაკაცსა და ქალს შორის. კაცი ნახტომებით ცხოვრობს. აჰა. ბავშვი დაიბადება, კაცი მოკვდება, ეს ნახტომია. კაცს ფერმა აქვს, მერე კარგავს, ეს ნახტომია. ქალი, ეს სულ ერთი დინებაა, როგორც მდინარე. როგორც მდინარე. პატარა მორევები, პატარა ჩანჩქრები, მაგრამ მდინარე მიედინება. ეს რაღაცნაირად ხსნის მის ამტანობას, არა? დიახ. სტეინბეკი აქ ხას უსვამს ქალის უნარს, რომ გაუძლოს მოერგოს, შეინარჩუნოს ცხოვრების უწყვეტობა, მაშინ როცა მამაკაცები უფრო მიდრეკილნი არიან სასოწარკვეთისკენ, რაღაც რადიკალური ქმედებისკენ ან ნახტომებისკენ. მართალია. მაჯოუდი განასახიერებს სწორედ ამ უწყვეტობას, ამ მდინარეს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიედინება. ის ამბობს, ჩვენ არ მოვკვდებით. ხალხი აგრძელებს ცხოვრებას, ცოტა იცვლება ალბათ, მაგრამ აგრძელებს. ეს არის მისი ურკვევი რწმენა ხალხის სიცოცხლის უნარიანობაში. და ამ ფონზე ტომ ჯოუდის ტრანსფორმაცია კიდევ უფრო შთამბეჭდავია. ის იწყებს როგორც ციხიდან ახლად გამოსული, საკმაოდ იმპულსური, ინდივიდუალისტი ახალგაზრდა, რომელსაც ძირითადად საკუთარი ოჯახი ადარდებს. კი, თავიდან ეგრეა. მაგრამ კეისის გავლენა და გზაზე ნანახი უსამართლობა მას ცulis. ის თანდათან ხვდება, რომ მისი ოჯახის ბედი განუყოფელია სხვების ბედისგან. და ეს ტრანსფორმაცია კულმინაციას აღწევს მის ბოლო საუბარში დედასთან, როცა ის იძულებულია დაიმალოს კეისის მკვლელობისთვის შურისძიების შემდეგ. გახსოვს მისი სიტყვები? როგორ არა? მე ვიქნები ყველგან სიბნელეში. ყველგან ვიქნები, სადაც კი შეხედავ. სადაც მშიერი ხალხი საჭმლისთვის იბრძვის, მე იქ ვიქნები. სადაც პოლიციელი ბიჭს ცემს, მელიც ვიქნები. ეს არის პირდაპირი გამოძახილი კეისის იდეის დიდ სულზე. ტომი აღარ არის მხოლოდ ტომ ჯოუდი, აღარ არის. ის ხდება ამ კოლექტიური ბრძოლის ნაწილი. ვაუ, ეს დიდი სულის ნაწილი იდეა მართლა ძლიერია. როცა ასე უყურებთ ტომის განვითარებას, ის აღარ არის მარტო, ის ყველგანა ადაც უსამართლობაა. ზუსტად, ეს არის გადასვლა ინდივიდუალური ბრაზიდან და რაღაც შურისძიებიდან კოლექტიურ ცნობიერებაზე და მოქმედებაზე. ტომი ხვდება, რომ მარტო მებრძოლი განწირულია, ცვლილებას მხოლოდ ერთობა მოიტანს და ეს ბრძოლა გარდაუვალია იმ პირობებში, რასაც ისინი კალიფორნიაში აწყდებიან. ხო, სიღარიბე და ექსპლუატაცია, რომელსაც ისინი იქ ხვდებიან, მართლაც შემზარავია. ეგრეთ წოდებული გუვერვილები. მიგრანტების დროებითი ბანაკები ეს არის. ჭუჭყის, შიმშვილის და უიმედობის სურათი. საშინელი აღწერებია. სტეინბეკი აღწერს ქაღალდისგან და ჯართისგან შეკოწიწებულ ქოხებს, ბუზების გროვებს, ავადმყოფობას. და ამას ემატება ადგილობრივების მტრობა და ზიზღი, რომლებიც მათ ოუქებად მოიხსენიებენ და საფრთხედ აღიქვავენ. სამუშაოს შოვნა თითქმის შეუძლებელია, იმიტომ რომ მიგრანტების ნაკადი ძალიან დიდია და როცა სამუშაო გამოჩნდება, მაგალითად ატმის კრეფა, პირობები არის კაბალური. 5 ცენტი ერთ სავსე ყუთში. 5 ცენტი? ხო. მსხვილი ფერმერები და კომპანიები სარგებლობენ ამით, მუდმივად ამცირებენ ხელფასას, იმიტომ რომ იციან, რომ ადამიანები იმდენად მშივრები არიან, ნებისმიერ პირობას დათანხმდებიან. ეს არის კლასიკური დაუნდობელი ექსპლუატაცია. თუმცა არის ერთი ნათელი წერტილიც, უიდფეჩი, მთავრობის მიერ მოწყობილი ბანაკი. აი ეგ კონტრასტია საინტერესო. თითქოს სხვა სამყაროა. აქ არის სისუფთავე, ცხელი წყალის შხაპები, ტუალეტები. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არის თვითმმართველობა, არჩეული კომიტეტები. კი, და პოლიცია არ ერევა. პოლიციას არ აქვს უფლება ბანაკის შიდა საქმეებში ჩაერიოს. ეს ადგილი მიგრანტებს უბრუნებს იმას, რაც მათ წაართვეს ადამიანური ღირსების განცდას. მართალია, ეს ბანაკი იმედის სიმბოლოა რაღაცნაირად. იმის დასტური, რომ შესაძლებელია სხვაგვარი ცხოვრებაც, ურთიერთო პატივისცემაზე დაფუძნებული.
მაგრამ სტეინბეკი რეალისტია. აქაც კი ჩდებიან პრობლემები. კი. აი მაგალითად რელიგიური ფანატიკოსები, როგორიც მისი სენდრია. გახსოვს ის როგორ ადანაშაულებს ბანაკის მცხოვრებლებს ცოდვებში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი შაბათობით ცეკვავენ. ხო, და ცდილობენ ცოტა ხნით დაივიწყონ თავიანთი გაჭირვება. ზუსტად. ეს გვიჩვენებს, რომ ადამიანური შეუწყნარელობა, ყველგან შეიძლება იჩენდეს თავს. და ბოლოს წინააღმდეგობის თემა. ატმის ბაღებში გაფიცვის მცდელობა, რომელსაც კეისი ხელმძღვანელობს, სასტიკად მარცხდება. კეისის კლავენ. საშინელი სცენაა ეგეც. ტომის შურს იძიებს და იძულებულია მიიმალოს. ეს არის გარდამტეხი მომენტი, მე მგონი. კი, აქ უკვე აშკარა ხდება, რომ ინდივიდუალური პროტესტი, თუნდაც გმირული, განწირულია. სისტემა ძალიან ძლიერია. მაგრამ ამავე დროს იმ ფერმერის სიტყვები ნივთების გაყიდვის სცენიდან გახსოვს? რომელი? სიმწარეზე. თქვენ ყიდულობთ სიმწარეს. თქვენ ყიდულობთ იმას, რაც თქვენ საკუთარ შვილებს დაამხობს. ეს თითქოს წინასწარმეტყველურად ჟღერს. გაფრთხილებასავით. კი, გაფრთხილება იმ სისტემის მიმართ, რომელიც თავად თესვავს საკუთარი განადგურების ცელს. როგორც სტეინბეკი პირდაპირ ამბობს ერთ-ერთ ინტერლუდიაში, შიმშილსა და რისხვას შორის ზღვარი თხელია. და როცა ეს ზღვარი გადაილახება, მოდის მრისხანების მტევნები. მართლაც. მრისხანების მტევნების ეს შერჩეული ნაწყვეტები, რომლებშიც დღეს შენთან ერთად ჩავიხედეთ, გვაძლევს არამხოლოდ ისტორიული ტრაგედიის სურათს, არამედ ადამიანური სულის გაუტეხლობის, ოჯახის სიძლიერის და ღირსებისთვის ბრძოლის ამაღელვებელ მაგალითებს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ხო? სტეინბეკის მიერ წამოჭრილი საკითხები, სიღარიბე, ექსპლუატაცია, მიგრაციის ტრაგედია, ეკოლოგიური კატასტროფები, კავშირი ადამიანსა და მიწას შორის. ყველაფერი აქტუალურია. ეს ყველაფერი დღესაც მტკივნეულად აქტუალურია. ეს არ არის უბრალოდ წარსულის ისტორია. ეს არის მარადიული კითხვები, რომლებზეც პასუხისგაცემა ისევ და ისევ გვიწევს. და ბოლოს, როგორც ყოველთვის, მცირე საკვები ფიქრისთვის, შენთვის ჩვენო მსმენელო, როგორ ახერხებს ადამიანი შეინარჩუნოს არამხოლოდ სიცოცხლე, არამედ ადამიანობა და იმედი მაშინ, როცა თითქოს ყველაფერი და ყველა მის წინააღმდეგაა. და რას ნიშნავს სინამდვილეში იყო დიდი სულის პატარა ნაწილი, როგორც კეისი ამბობდა. და რა ძალა აქვს სოლიდარობას, ერთიანობას, უსამართლობასთან ბრძოლაში დღეს, ჩვენს რეალობაში. აი, ამაზე დაფიქრდი. იმედია სტეინბეკის სამყაროში ეს მოგზაურობა შენთვის ისეთივე საინტერესო და, მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჩვენთვის.